სოლიდარობა ვახოსანაიას ჟურნალისტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ქუთაისში აქცია გამართეს. შეკრებილებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი შემთხვევაა. სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო ვახოსანაიას 14 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ მიიღო. მანამდე Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახოსანაია 6000 ლარი დააჯერიმეს. ვახოსანაიას დაკავება ნიშნავს პირველ რიგში ჟურნალისტების, ჩემი კოლეგების დაშინებას. მეორე ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის უკვე ცენზურა. მესამე ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უკვე აღარ არსებობს სიტყვის გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება. ფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, როგორც ვახობ თქვა, მთავარია რომ ჩვენ მაინც შევძლოთ ეთერებიდან, ონლაინ მედიიდან ვთქვათ ის, რაც მიგვაჩნია სწორად, უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს სოციალურ ქსელში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანაში უკვე პროტესტი ალბათ აღარ იარსებებს. დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზე. უნდა ახსოვდეთ, რომ კედლები ვერ ჩაახშობს თავისუფალ ხმას. ესე რომ ვახოსანაია გამოვა, ის მაინც გააგრძელებს თავისუფალი მართალი სიტყვის გახმოვანებას, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც 600 დღეა უკვე აპროტესტებენ ხელისუფლების ამ ყველა უსუსურ და გაუმართლებელ ნაბიჯებს. დღეს იმ მოვლენით, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მძიმე სიმპტომი, იმიტომ რომ რეალობაში ის, რასაც დღეს ჩვენ შევესწარით, იმ მოვლენას, რომელსაც დღეს აქ შეკრებილი ადამიანები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ, ქვია თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების შეზღუდვა და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვახოს დაკავებით პირდაპირ გზავნილი გაჩნდა საზოგადოებაში, რომელსაც რა თქმა უნდა არ ეგუება ადამიანები, მაგრამ ცდილობენ, რომ ეს გზავნილი იყოს ნათელი, რომ ხმის ამოღება დასჭირდია მოსაზრებების გამოთქმა და დასჭირდია ის, რომ შენ კონდეს თუნდაც თანმიმდევრული პოზიცია, რაღაც არ მოგწონდეს და ძალიან კრიტიკული მწვავე შეფასება შეიძლება ამაზე გააკეთო.